მოგესალმებით. დღეს ერთად ჩაუღრმავდებით ცხიმის კლების თემას, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით. ვნახოთ ენდრუ ჰიუბერმანის მასალა და რა ვიცი, გავიგოთ თავარი პრაქტიკული რჩევები. სულ გვესმის ხოლმე ეს ფორმულა, ხო? კალორიები მიღებული მინუს კალორიები დახარჯული. ეს კაი გასაგებია, საფუძველია. მაგრამ აი ჰიუბერმანი რასაც ამბობს, ეხება იმას თუ როგორ ერთვება ჩვენი ნერვული სისტემა ამ საქმეში. თურმე შეუძლია დააჩქაროს ცხიმის წვა. ეს ცოტა სხვანაირად გვაყურებინებს, არა? ნამდვილად. ანუ ნერვული სისტემა მართლა ყველაფერს აკონტროლებს. ცხიმის ენერგიად გამოყენება, ესე იგი, ორ ეტაპად მიდის. ჯერ არის ლიპოლიზი. ანუ როცა ცხიმი გამოდის უჯრედიდან. კი, ზუსტად. ცხიმოვანი მჟავები სისხლში გადედის. მერე მეორე ეტაპია ოქსიდაცია, ანუ პირდაპირ დაწვა რა, როცა ეს ცხიმოვანი მჟავები უკვე მიტოქონდრიებში გარდაიქმნება ენერგიად, ATF-ად. და იმ მთავარი მომენტი, რასაც ეს წყარო ხაზს უსვამს. ნეირონები, ანუ ნერვული უჯრედები, პირდაპირ მიდიან შენს ცხიმოვან ქსოვილთან და იქ ადგილზე გამოყოფენ ადრენალინს, ანუ ეპინეფრინს. ანუ პირდაპირ ცხიმოვან უჯრედთან. ხო, ზუსტად იქ. და ეს ლოკალური გამოყოფა ბევრად ეფექტურია ცხიმის მობილიზაციისთვისაც და დაწვისთვისაც, ვიდრე ის ადრენალინი, რომელიც ზოგადად სისხლში დადის. ეგ მართლა მაგარია. თითქოს მიზანმიმართული ბრძანებაა. კაი, და ჩვენ როგორ შეგვიძლია ეს ნერვები გავააქტივროთ? წყარო რას გვთავაზობს? ერთი მეთოდი ახსენე ცოტა უცნაური, ეს მცირე მოძრაობები, ხო? ფიჯეტინგი. სულ რომ მოძრაობენ, ფეხს ათამაშებენ. კი, ეგ არის NEAT, ანუ Non-Exercise Activity Thermogenesis. და ეს იცი არ არის პატარა რამე. ჯერ კიდევ 60-60-იან წლებში კვლევებმა აჩვენა, რომ ამ მოუსვენრობის დონეში განსხვავება ადამიანებს შორის შეიძლება დღეში ასობით კალორიის სხვაობას ნიშნავდეს. მაშინაც კი თუ ზედმეტს ჭამენ. სერიოზულად, პროსტა ფეხის თამაშით? ხო, ეს მცირე მოძრაობები რთავს სწორედ იმ ნერვებს ცხიმოვან ქსოვილში, იწვევს ეპინეფრინის ლოკალურ გამოყოფას და კალორიებს წვავს. წყარო ამბობს, რომ ვისაც ვარჯიში არ უყვარს ან ეზარება, ამით დაწყებაც შეიძლება. გასაგებია, მეორე მეთოდი ცოტა ისეთია, კანკალი და სიცივეს, ცოტა ექსტრემალურად ხო არ ჟღერს? ყოველ დღე? შეიძლება, მაგრამ ჰუბერმანის მიხედვით კანკალი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტიმულატორია ადრენალინის გამოსაყოფად ცხიმოვან ქსოვილში. პლუს ააქტიურებს ყავისფერ ცხიმს. ყავისფერი ცხიმი, ეგ რა არის? ეს განსხვავებული ცხიმია. თეთრი ცხიმი ენერგიას ინახავს. ყავისფერი კი პირდაპირ სითბოს წარმოქმნის და კანკალი აიძულებს მას იმუშაოს სუქცინატის გამოყოფის გზით. საინტერესოა. და რაიმე კონკრეტული პროტოკოლია? კი, არის და არაუბრალოდ სიცივეში დგომა. უნდა იპოვო ის ტემპერატურა, რომელიც კანკალს იწვევს შენში. ყველასთვის სხვადასხვაა, ხო ვხვდები. დაიწყე კომფორტულად ცივით. შედი წყალში, შხაპის ქვეშ, დაახლოებით 1 წუთი, სანამ აკანკალდები. მერე გამოდი, არ გაიმშრალო და დარჩი ესე 1-დან 3 წუთამდე. მერე ისევ შედი წყალში 1-3 წუთით, ეცადე ისევ აკანკალდე. ეს გაიმეორე 2-3 ჯერ. კვირაში ერთხელ ან 5 ჯერად შეიძლება. ოღონდ მთავარია ძალიან ფრთხილად დაიწყო, შოკი რომ არ მიიღოს ორგანიზმმა. გასაგებია, სიფრთხილეა საჭირო. კაი, მესამე მეთოდი. უზმოზე ვარჯიში. ამაზე ბევრი კამათია ხოლმე. წყარო რას ამბობს? ამბობს, რომ დილით გაღვიძებისას უზმოზე, წყლის გარდა არაფერი, ვარჯიში ზრდის დაწული ცხიმის წილს. ანუ მეტ ცხიმს იყენებ ენერგიად. განსაკუთრებით თუ ვარჯიში გრძელდება 90 წუთზე მეტს საშუალო ინტენსივობით. ან თუ ჯერ მაღალი ინტენსივობით დაიწყებ, თქვათ, სიმძიმეები ან სპრინტები, 20-60 წუთი. და მერე გადახვალ დაბალი ინტენსივობის კარდიოზე. და რატო ხდება ეგრე? მიზეზი არის ინსულინის დაბალი დონე უზმოზე. დაბალი ინსულინი ხელს უწყობს ცხიმის ოქსიდაციას, ანუ დაწვას. მაგრამ აქვე ამბობს, თუ უზმოზე ვარჯიში გიჭირს, ძალა არ გაქვს. მაშინ ჯობია ჭამო. მთავარია ვარჯიშის ხარისხი არ დაეცეს. ეს რჩევა კონკრეტულად ცხიმის წვაზეა, არა ზოგადად სპორტულ შედეგებზე. გასაგებია, ლოგიკურია. დამხმარე ნივთიერებებზეც ხომ იყო საუბარი? რაღაც დანამატები. კი, ახსენებს, მაგრამ სულ ამბობს, რომ ქცევა, ანუ რასაც შენ აკეთებ, პირველია. მაგალითად, კოფეინი 100-400 მილიგრამი, ანუ დაახლოებით 1-2 ჭიქა ყავა. თუმცა ახლანდელი ყავები შეიძლება მეტსაც შეიცავდეს. ვარჯიშამდე 30-40 წუთით ადრე ზდის ადრენალინს და ცხიმის დაწვას.
ასევე იერბა მათე. ეს ჩაის მსგავსი სასმელია, ზრდის GLP-1-ს, რაც ეხმარება ცხიმის წვას. განსაკუთრებით ვარჯიშამდე თუ დალევ. GLP-1 ანალოგებიც ახსენა მგონი. კი, სემაგლუტიდისნაირები. ეს წამლებია, რეცეპტით. დიაბეტისთვის არის, მაგრამ წონასაც აკლებინებს მაგრად. ოღონდ ეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. და კიდევ ისეთები, როგორიცაა ბერბერინი ან მეტფორმინი. ესენი ინსულინს აგდებენ დაბლა, რაც, როგორც ვთქვით, კარგია ცხიმის წვისთვის. ესე იგი, დაბალი ინსულინი კარგი პონტია ცხიმის წვისთვის. ზუსტად. და დიეტაზე ამბობს, რომ მთავარია რამდენად შეგიძლია დაიცვა. ანუ, საუკეთესო დიეტა ისაა, რომელსაც მართლა მიყვები ბოლომდე. კაი, მოდი შევაჯამოთ. რა გავიგეთ? პირველი, ჩვენი ნერვული სისტემა ადრენალინის ლოკალური გამოყოფით ძალიან მაგარი ინსტრუმენტია ცხიმის წვაში. მეორე, პატარა მოძრაობებს, ფიჯეტინგს და კანკალსაცკვი სერიოზული ეფექტი აქვს. ხო, მესამე, სიცივის სწორად გამოყენება და უზმოზე ვარჯიში, განსაკუთრებით კომბინაციაში მაღალი და დაბალი ინტენსივობა. ასევე მუშაობს და მეოთხე არის დამხმარე ნივთიერებები, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი ქცევა, მოძრაობა, კვება, სიცივე. კი ბატონო, ამ მექანიზმების ცოდნა გაძლევს მეტკონტროლს იმაზე თუ როგორ ხარჯავ კალორიებს, პროსტა თვლა კი არა, შიგნიდან როგორ მუშაობს ორგანიზმი. და ბოლოს ერთი კითხვა დავსვათ რა. თუ ნერვულ სისტემას შეუძლია პირდაპირ მოძრაობით სტიმულირება და ცხიმის წვა, ხო არ გიფიქრიათ, როგორ შეიძლება ნერვულ სისტემის სხვა მდგომარეობები? მაგალითად, როგორი ფოკუსირებული ხარ, ან როგორ უმკლავდები სტრესს, ან თუნდაც როგორ გძინავს, როგორ შეიძლება ესენი ირიბად მაინც მოქმედებდეს ამ ყველაფერზე მთელი დღის განმავლობაში. საინტერესოა.